პროგრამაზე დასაქმების ხელშეწყობა განაცხადების მიღება დაიწყო და 4 აპრილს დასრულდება. აღსანიშნავია, კონკურს და განაცხადების მიღებას ქვეპროგრამის დასაქმების ხელშეწყობა ფარგლებში ეკონომიკური პროგრამების სააგენტო აცხადებს. პროექტის მიზანია აფხაზეთიდან დევნილებისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების მხარდაჭერა. ასევე დასაქმება თვითდასაქმების პროცესში ეკონომიკურ, პროფესიული და ტექნიკური საქმიანობის წამოწყებისა ან განვითარების კუთხით შესაბამისი პროფესიულ-ტექნიკური აქტივების უზრუნველყოფის გზით. ქვეპროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ პროფესიულ-ტექნიკური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან შესაბამისი რეკომენდაცია. ამასთან საჭიროების შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციარის მომზადებასა და გადამზადებას სათანადო დაწესებულებაში და შემდგომში მის უზრუნველყოფას გარკვეული აქტივით. განაცხადების მიღება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით ხორციელდება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიმდინარე წლის 4 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით მისამართზე, თბილისი თამარაშვილის 15A ან შესაბამის ელფოსტაზე. პროგრამისა და კონკურსის პირობები, ეტაპები, კრიტერიუმები და შესავსები განაცხადის ფორმა იხილეთ ლინკზე, რომელიც მითითებულია აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ Facebook გვერდზე.